საღამომშვიდობისა. თქვენ უყურებთ TV პირველს, მე ეკა ჩხეიძე ვარ და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი გადაცემის გმირია ქალი, რომელიც განსაკუთრებით საიმედო და განსაკუთრებულად დასაყრდენია ადამიანებისთვის. მათთვის, ვინც ეძებს. ხან პოულობს, ხან ვერა, თუმცა ეძებს და ეს არის ადამიანების ცხოვრების მთავარი ძიება. ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლისთვის. ალბათ არ არის რთული გამოსაცნობი, რომ თამუნა მუსერიძეა დღეს ჩემი სტუმარი, რომელთანაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი მელოდება. მეც და თქვენც. მოგესალმებით თამუნა. ძალიან ლამაზად გამოიყურებ როგორც ყოველთვის. უეთეთი წარდგენა მქონდა, რაღაც სიამაყედ შემოვედი, ჩემი თავით ვამაყობ. მადლობა რომ ხარ. მადლობა პირველი სტუდიის სტუმარი. როგორ ხარ? კარგად ავარ? კარგად ხარ გეტყობა. არაჩვენებად გამოიყურები. მადლობა. აგრეთვე. თამუნა, სანამ საინტერესო საუბარს შეუდგებოდეთ, მინდა მთისწყალი შემოგთავაზოთ. კი, აუცილებლად. 0%-იანი ბრომატით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ამ ცხელ დღეებში განსაკუთრებით გვჭირდება დამეთანხმება. მოდი დავიწყოთ მაშინ რა. დავიწყოთ. მოდი ესეთი ზოგადი შეკითხვით დავიწყებ შენთან საუბარს. ვინ არის თამუნა მუსერიძე? თამუნა მუსერიძე არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ის, რასაც ეუბნებოდნენ, რომ ვერ შეძლებდა. ხო. ძალიან კარგი. ამან ხომ არ მოგცა სტიმული, რომ მორეოდი იმას, რასაც გეუბნებოდნენ, რომ ვერ შეძლებ. აი, რო გეუბნებიან ვერ შეძლებ, უფრო გიმძაფრდება ბრძოლის უნარი თუ რაღაც, ხო? იცი რა არის, რაღაცა პირიქით მოხდა ჩემ ცხოვრებაში, იმის მაგივრად რომ შევგუებოდი, ასე ვთქვათ, ბედს და დამეჯერებინა იმ ხალხისთვის, ვინც მეუბნებოდა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და ვერ გავაკეთებდი, პირიქით რაღაცნაირად გააღვიძე შენ. ხო, იფეთქა ჩემში ერთიანად ამ რაღაც ბრძოლის უნარიანობამ და იმიტომ რომ მათთვის ამომიტკიცებინა რომ მე ამას შევძლებდი, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადავლახე და მაინც გავაკეთე ის რაც მინდოდა. ეგ ხასიათისთვისებაა, ვიღაცა პირიქით გატყდებოდა, ჩამოყრიდა ხარხმა. იფიქრია როგორ ხასიათი. რა ქონდა? აქამდე არ მქონდა ესეთი ხასიათი. ანუ ძალიან ესეთი დამყოლი და ესეთი ადამიანი ვიყავი რა, ამოყრთო. ერთიანად მოხდა რაღაცნაირად ეს აფეთქება. გიფიქრია როგორ გაიხსენებენ თამუნა მუსერიძეს წლების მერე? აი როგორც აი ეს ერთი ფრაზა თუ გაქვს რაღაც. ალბათ ადამიანს ვინც იპოვა. ხო, ადამიანს ვინც იპოვა. ხო. ხო, იმიტომ რომ როდესაც მე თავიდან ეს ჯგუფი გავაკეთე და სხვებს რო ეხმარებოდი მოძებნაში, იქ კომენტარებში მიწერდნენ რომ ამას თვითონ ვერ უპოვია და ვის უნდა დაეხმაროს. ხო, და აი დავამტკიცე რომ იპოვია და შემიძლია რომ დავეხმარო. ხო. რას თვლი ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად? შენი გადაწყვეტილებებიდან რაც მიგიღია? ალბათ იმას, რომ გადავწყვეტე ბიოლოგიური ოჯახის მოძებნა, იმიტომ რომ აქედან დაიწყო მერე ის უდიდეს თავგადასავალი, რომელიც დღემდე გრძელდება ჩემ ცხოვრებაში. ეგ რა ასაკში იყო? 31 წლის. ხო, 40-ის ვარ. საერთოდ როდის გაიგე, რომ სხვა იყო ბიოლოგიური მშობელი? გედაჩემის გარდაცვალებიდან ერთ თვეში გავიგე, რომ ვიყავი აყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ მე წლების განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ შენ აყვანილი ხარ, მე არ მჯეროდა, რომ აყვანილი ვიყავი, არ ვუჯერებდი და მეგონა, რომ ეს იყო რაღაც მორიგი ჭორი ჩემთან დაკავშირებით. და როდესაც უკვე ესეთი უცხო ადამიანები გეუბნებოდნენ. მეგობრები მეუბნებოდნენ, ძირითადად ვისაც გაგებული ქონდა ეს ამბავი ჩემთან დაკავშირებით. აი, მაგის თქვა რა არის, ვერ ხვდები. ხო, არ ვიცი, ხა მეც მყავს. რა მიზანი ხო? აი, მეც მყავს მეგობრები, რომლებიც აყვანილები არიან და არიციან და ვერ ვეუბნები. რა თქმა უნდა. ვერ ვეუბნები. მაგრამ რომ მეუბნებოდნენ და არ მჯეროდა. იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაში
სერიალები იყო რა სხვადასხვა სერიალი კასანდრა რომელიც გაშულებული იყო. ნუ კიდე ბევრი სერიალი და ამ სერიალებში აყვანილ შულებს ისე ექცეოდნენ მშობლები. ვერ წარმოგედგინა რომ ხო. ხო, აი და რაღაცნაირად მეგონა რომ აი მეც ისე უნდა მომქცეოდნენ რა, ცუდად. და მაგიტომ მქონდა ეს შეწინააღმდეგების მომენტი რომ რას ქვია ჩემი მშობლები ისე მეკცევიან რომ როგორ შეიძლება მე აყვანილი ვიყო და მე გავიგე რომ აყვანილი შული არაფერ განსხვავდება ბიოლოგიური შვილისგან და შეიძლება პირიქით უფრო მეტადაც უყვართ ამ მშობლებს აყვანილი ბავშვი, იმიტომ რომ სხვანაირი ამაგი აქვთ მათზე რა. და აი პირველად რა რეაქცია ქონდა? აი რა ასაკში გითხრეს პირველად? პირველად 14 წლის ვიყავი რომ მითხრეს, მეზობელმა მითხრა. და შეგიძლია გაიხსენო რა როგორ რეაქცია? შემიძლია? თამაშობდით ორ დროშობანას, თუ წრეში გულს ორ დროშობანას თამაშობდით. და გამოვიდა მეზობელი და მითხრა რომ რაღაცა ვიჩხუბეთ მოკლედ ბავშვებმა რა ამ თამაშის დროს. და გამოვიდა ეს ქალი და მითხრა რომ შენო ისიც კი არიციო დედა შენიო ვინ არისო და რამდენს წლი კინებო. და წამოვედი სახში და ვუთხარი რომ დედა მეთქი ანუ ქალა მეთქი ესე მითხრა თქო და აუ კაიო რა გეხოცები ხო იცი რომ ცოტა აფრენსო და რას უჯერებ ანუ ამ ქალს ყველა ვიცნობდით როგორც ცოტა ისეთ აგრესიულ ადამიანს და ამიტომ ნუ არ მამაჩემსაც ვუთხარი და მამაშემ რას ლაპარაკობო მე მამიდა ჩემს დაურეკე და ნუ მამიდა ჩემს საერთოდ დასცინა იმ ქალს და ამიტომ მორჩა ამ თემაზე საუბარი მე ჩემმა მეგობარმა მითხრა მე ვიღაცა მე და ვეუბნებოდი რომ იმან გაავრცელა თქო რა ეს ჭორდა ანუ მეგონა რომ იმისგან წამოსული იყო ეს ამბავი და ამჯეროდა და მე უკვე 21 წლის ასაკში ნუ საბოლოოდ დადასტურდა ეს ჭორი ანუ ამან ამის მიმღებლობა არ ქონდა? არა არ ვიღებდი არ ვიღებდი ამ ფაქტს არ ვიღებდი ფაქტად ხო? არა გარდა იმისა რომ მიმღებლობა არ მქონდა ჩემი მშობლების სიცოცხლეში ვერ გავუბედავდი ამ კითხვის დასმას ანუ მე ვერ გავუბედავდი დედა ჩემს ბავშვობაში რომ ვკითხე მაგითი მორჩა საუბარი მე უკვე როდესაც წამოვიზარდი და უკვე დიდ ასაკში მეუბნებოდნენ ვერც კი შევკადრებდი დედა ჩემს რომ მეკითხე რომ დედა აყვანილი ხო ანუ ვერ გავუბედავდი რა იმიტომ რომ მეგონა რომ ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა დედა ჩემისთვის რომ რას ქვია ანუ არც დავფიქრებულ ვარ და არც ჩავძიები ვარ ამ ფაქტს მაგრამ მიზეზის არ მქონდა რომ მე ფიქრა რომ მე აყვანილი ვიყავ იმიტომ რომ ჩემი მშობლების დაოჯახებიდან მალევე ამიყვანეს ანუ არ გასულყო ვთქვა 10-15 წელი და თან მე მახსოვს და ჩემი რო ორსულად იყო ჩემ ძმაზე რა რომელიც მე გაუჩნდა ჩემი აყვანის მერე და ამიტომ მეგონა რომ ეს არ იყო სიმართლე ხო ანუ გაჩენა შეეძლო ჩვეულებრივად და ხო და ამიტომ ვერთან მამაჩემს ძალიან გავდი მამაჩემის და ძალიან ხო იცი აყვანილი შვილები მაინც ემსგავსებიან მშობლებს და არც კი ფიქრობდი რომ ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო და ოჯახმა დაგიდასტურა როდესმე დედაჩემი რო გარდაიცვალა მე გავიგე მამაჩემი მანამდე გარდაიცვალა 10 წლის მერე გარდაიცვალა დედაჩემი და მე გავიგე უკვე რომ ანუ მათთან ამ თემაზე აღარ ყოფილა კომუნიკაცია არა მაგრამ როდესაც გავიგე რომ აყვანილი ვიყავი სანამ დადასტურდებოდა ეს ინფორმაცია ნათესავებთან დავიწყე სიარული რომ გამაგებინეთ რა ხდება თქო რა იმიტომ რომ იუსტიციაში არ მაძლევენ საბუთებს იმიტომ რომ იქ რაღაცა აცდენა მე 10 ოქტომბერს ვარ დაბადებული აქ 10 აგვისტოს წელი ანუ რაღაც აცდენები იყო და ანუ იმდენად აგრესიულები გახდნენ ჩემს მიმართ ნათესავები ხო ეს თავდაცვის პოზიცია ჰქონდათ რა ნუ შე როგორ ბედავ ამ კითხვის დასმას და შენი მშობლები გადაყვნენ ზედან ნუ გადამყვნენ რა შუა შევკითხულობ უბრალოდ და არავინ არ მელაპარაკებოდა ამ თემაზე დედა ჩემის დაქალებს როგორ ეკავდი მეშხუბებოდნენ რომ ანუ ამ კითხოს როგორ ბედავ ამ კითხოს როგორ გისვამო და მე ბაბანკზე წავედი დაურეკე დედაჩემის ნათლულს და შევხვდი და ვუთხარი რომ ნინო მეთქი ყველაფერი ვიცი მეთქი რა შენ მეთქი რა იცი მითხარი თქო და ვაიმე თამუნა ვინ გითხრაო პროტი მოდი ამ თემაზე მეთქი არ ვილაპარაკო თქო უბრალოდ მითხარი მეთქი რა იცი მეთქი და მოყვა რაც იცოდა იმას ეგონა რომ მე ვიცოდი ამ დროს არაფერი არ ვიცოდი და აი ის დღე იყო ის დღე არ მახსოვს კარგად სახში როგორ მოვიდა ანუ აი წაშლილი მაგონებიდან რა ის დღე არ მახსოვს სახში როგორ მოვედი რას ვაკეთებდი ვის ველაპარაკე რა ანუ არ მახსოვს ანუ კი არ ვინერული ცხოვრება თავზე დამენგრა ანუ მართლა იმიტომ რომ აი მაშინ ესე ვფიქრობდი რომ ნუ ეს იყო უდიდესი ტრაგედია იმიტომ რომ მაშინ ხო იცით როგორი დამოკიდებულება იყო სირცხვილი იყო ბავშვის აყვანა სირცხვილი იყო ამაზე საჯაროდ საუბარი სირცხვილი იყო რომ გეთქვა რომ მე აყვანილი ვარ აი ძალიან ისეთი დამოკიდებულება იყო აყვანილი ბავშვების მიმართ შინაგანი პროტესტი გაგიჩნდა დედის მიმართ გაგზარდა არა პირიქით როგორ დაგიმალა პირიქით ანუ იმხელა დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა ამ ყვანი მშობლების მიმართ ჯერ დანაშაულის შეგრძნება მქონდა იმიტომ რომ დედაჩემი რო გარდაიცვალა მე
მე და სანდრო ვიყავით ქობულეთში ბავშვები ყავდა წაყვანილი და ანევრიზმა გაუსკდა და რომ ჩამოვედით სასწრაფოდ დედაჩემის პანაშვიდზე მითხა დედაჩემის დაქალმა რომ შენ ვაკო რო ყოფილიყავიო არ მოკვდებოდა დედა შენიო და ეს ისე ჩამებეჭდა ტვინში რომ მე ვკითხულობდი ანევრიზმაზე ექიმს ვკითხებოდი და ჩემ თავს ვარწმუნებდი რომ თამუნე შენარფშოში არ ხარ ანევრიზმას ვერ უშველი სულ აქ ყოფილიყავი მაინც ვერ გადაარჩენდი ანუ ჩემ დანაშაულით ხო აი ძალიან დიდი დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა როგორც იქნა ეს დანაშაული შეგრძნება ნელ-ნელა რაღაცნაირად დავთრგუნე და უცებ ვიგებ რომ აყვანილი ვარ და ამას კიდე დაემატა მეორე ტალღა ახლობლების მხრიდან რომ აი შენ რომ აგიყვანეს შენ მადლობელი უნდა იყო და შენ როგორ ბედავ და როგორ კითხულობ ვინ არის ის ქალი ვინც მიგაგდო და აქ კიდე მე შეწინააღმდეგებები გამიჩნდა ჩემ თავთან და მუდმივი დანაშაულის შეგრძნება აი ძალიან რომ აი მე როგორ ვერ ავანაზღაურე ჩემ მშობლების ამაგი და შემეძო რომ უფრო კარგი შვილი ყოფილიყავი და უფრო ის მოქცეულიყავი ნუ უნდა ეთქვათ ჩემ მშობლებს მე რომ აყვანილი ვიყავი უნდა ეთქვათ კი იმიტომ რომ ეხლა ცუდი შვილი არ ყოფილვარ მაგრამ მაინც აი დედა ყოველთვის ხო უფრო კარგი დედაა ვიდრე შვილი ხო ვერასდროს დედის ამაკს ხო ვერ ანასხაობს ვერასდროს და აი მან დამეწყეს რომ ნეტა უფრო მეტი ყურადღება გამეჩინა თქო მადლიერების ხო მადლიერების გრძნობა უფრო მეტად მეჩვენებინა თქო ზოგადად როგორ არის აი ფსიქოლოგიურად შენ გამოცდილია ეს გზა გამოვლილი გაქვს უფრო ბიოლოგიურ მშობელსა და აი გამზრდელ დედას სასწორზე დებ მაგ დროს არ ანუ ბიოლოგიურ მშობელს საერთოდ არ განვიხილავ მშობლად საერთოდ ანუ დედაჩემი ის არის ვინც გამზარდა და ვინც თავის ცხოვრება გვერდზე გადა რომც არ გადაერო თავის ცხოვრება გვერდზე და ამხელა ამაგი არ ქონოდა მაინც იყო ის არის დედა ვინც გზრდის და ზეთყვება მაგრამ აი მოძებნა რომ მოგინდა ეს რა იყო ინტერესი ეს იყო ძალიან დიდი ინტერესი ხო იმიტომ რომ ეხლა გვარი ხონდა მცოდნობა ჩემ გვარი დაბადების დღე მშობლის გვარი ერთის მეორესი აი ეს იყო მთავარი ინტერესი თან იცი რა ჩემთვის რო ეთქვათ იმ ადამიანებს ვინც მიშვილეს რომ შენ ეს გვარი ხარო მათ მორჩებოდა ყველაფერი მაგრამ გვარი არ მითხრეს რომ არ იცოდნენ რას ქვია მეთქი გვარი რანაირად არ იცით ახლა ბავშვი წამოიყვანეთ ბავშვი იშვილეთ მანამდე 3 წელი ეძებდით ოღონდ როგორ ეძებდნენ ბავშვს რა ჩადიოდნენ რეგიონებში ჩემი ნათესავები და დედას მამას დაძმას ესე დეტალურად განიხილავდნენ არ ყვევდნენ გენეტიკას და ეს ნათესავებმა მოგიყვნენ ხო და უცებ ირკვევა რომ მაინც და მაინც იმ ადამიანისგან წამოიყვანეს ბავშვი ვისი გვარიც არ იციან ეს ალბათ რო არ მოგეძებნა ხო ალბათ სიმართლესთან დამალვის ის იყო ალბათ იმ აბსოლუტურად სხვა გვარს მეუბნებოდნენ ანუ რეალურად გაირკვა რომ ვარ ხორავა ხო და მეუბნებოდნენ რომ ხარ კაკაშია ანუ რო ვერ მომეძებნა ეს იყო უპატივცემულობა ჩემი მშობლების მიმართ ის რომ ვეძებდი ბიოლოგიურ ოჯახს ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ხო იმ თაობის დამოკიდებულება იყო ზოგადად ალბათ ხო ყველა ადამიანს აქვს რაღაცა გარკვეული მისია როცა იბადება არ ფიქრობ რომ შენი მისია აი ამ დაკარგული უიმედო ადამიანების შველა და დახმარება იყო მათი ოჯახების გაერთიანება რა ვიცი ძალიან ძლიერი რაღაცაა ეგ და ძალიან საჭირო და ისეთ საქმეს აკეთებ მე მგონი არა კი მე ვფიქრობ რომ ჩემი მისია ზუსტად ეს იყო და ძალიან კარგი მოხდა ის რომ მე გამაშვილეს იმიტომ რომ სწორედ ჩემი გაშვილების გამო შემდგომ უკვე აი 40 წლის მერე ძალიან ბევრმა ადამიანმა იპოვა ბიოლოგიური ოჯახი და ესე უნდა მომხდარიყო ამან გადაგადგმევინა ეს ამან გადამადგმევინა თან იცი რა ამ ჩემი გაშვილებით რაღაც ისე კი არ მინდა რომ გამოვიდეს მაგრამ დიდ წარმატებასაც მივაღწიე რა საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაგიცნო როგორც ესეთი ხო და არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ჩემზე ვიცი ამაზე ვილაპარაკებ რომ არა საკუთარი ისტორია აი ამ თემით გაშვილებული ბავშვებით დაინტერესდებოდი საკუთარი ისტორია კი არა მე რომ ძებნის დასაწყისში მეპოვა ჩემი ბიოლოგიური ოჯახი მე არასდროს არ დავინტერესდებოდი ამ თემით არასდროს არც ჯგუფს არ გავაკეთებდი არასდროს მე რომ თავიდან მეპოვა მე უკვე ისეთ აზარში შევედი ჩემთვის რო ვეპოვობდი მე დავიწყე სხვების დახმარება და მე რაღაცა დაიჯაჭვა ეს ყველაფერი ხო
აი ესეთი სევდიანი და არა მხოლოდ სევდიანი, პირადი ისტორიების მოსმენით თავიდან როდესაც ეს ჯგუფი გავაკეთეთ, მე და სანდრომ გავაკეთეთ ერთად, ანუ ერთად დავდიოდით, ერთად ვეძებდით და სანდრო ძალიან ემოციურია, აი ძალიან ემოციურია და ის ვიდეოებიც მაგ შენახული ვახვედრებდით ერთმანეთს დედაშვილს და ისინი რო ტიროდნენ, მე ძალიან ისე ვიდექ და სანდრო ყვდებოდა ტირილით, ანუ ძალიან განვისცედა და მიხარო თავმოკლე ხოცები, ანუ ვინც გინდა მოძებნე, მე დავით ამანები, წამოყვები, სადაც გინდა, მაგრამ მოყურებინებ, ძალიან განიცდიდა. ადამიანებს შენთან გულწრფელი საუბრები ხშირად უნდებათ. აი, შენ წინ მომწერა ერთმა ბიჭმა, რაღაცნაირად არ ვიცი, არ ვიცი ჩემს ცხოვრებაში რანაირად მოხდა ეს, მაგრამ ამ ბიჭმა მომწერა, რომ შენ გადაცემაშიო თეთრღამეებშიო, ჩემი ცოლი გავიცანიო და ეტყობაო თავიდან მქონდაო ეს ნიჭიო ადამიანების დაკავშირებისო და ოჯახების შექმნისო. ანუ მაშინ ვაწყვილებდით გოგოებს და ბიჭებს და ძალიან ბევრი ადამიანი დაუჯახდა, ძალიან ბევრი. ხო, არ ვიცი რატო ხდება ეს. შენ ყავს ესეთი ადამიანები, ვისთანაც ესე იხსნები და გულის გადაშლა გინდა. შენი საიდუმლოს გამხდარ. მე ზოგადად ძალიან ესეთი ადამიანი ვარ, ანუ აი არ ვარ გულჩათხრობილი ადამიანი, არ მაქვს ეს რაღაც ისინი რასაც სხვასთან ვერ საუბრობ რა. ანუ ზირითადად სანდროსთან ყველაფერს საუბრობ, მაგრამ ანუ ის რომ რაღაცა მქონდეს შემთთვის რაღაცას ჩამოვული არ ვარ ეგეთი ტიპი. ანუ მირჩევნია რომ თუ რამე მაწუხებს რიგრიგობით ჩამოვრეკო და ქალებთან და მოუყვე ყველას ერთ და იგივე ისტორია, ვიდრე ჩემთვის სადღაც ეს შეკეტილი მქონდეს. ვიცრები ამით. რაიმე განსაკუთრებული кейსი ვეძებ ჯგუფიდან გახსენდება? აი ძალიან ისეთი რაღაც განსაკუთრებული кейსი იყო წაკაკითხოთ? ეს იყო ჩემთვის აი ყველაზე მნიშვნელოვანი кейსი. აბა გული გამისკდება ახლა ვიტირე. გამარჯობა, ბავშვთა სახლში ჩავაბარე გოგონა, ლამაზი და ჯანმრთელი, სვანი ვარ. შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და სიკვდილს გამოგლიჯე ხელიდან. მამა ჩემმა სანადირო თოფი თავზე მიადო და რომ არა ჩემი ძმა არ მინდა ვიფიქრო რა მოხდებოდა. გამოვიქეცი. მამამ და მამის ოჯახმა უარი თქვა, ნაბიჯვარი არ გჭირდებაო. გამოვიქეცი და მიპოვეს. ძალიან მცემეს, თმით მithრიეს, მამიდამ გადამარჩინა სასიკვდილოდ. განწირულს მეც მივლიდა და შენც დედიკო, გადაგუმალავ, მაგრამ მაინც გვიპოვეს. იმ ურჯულოებმა და მაინც გაგვამწარეს. შენ თბილისის ბავშვთა სახლში ჩაგაბარე 98 წლის 17 ოქტომბერს. ეს ბავშვს შულს უწევს, დედაწერ შულს. 98 წლის 1 აპრილს. სიკვდილი გამოვიარე, როცა ბავშვით ხელში ვიდექი იმ დაწყევლილ ადგილას და უნდა მიმეტოვებინე. მაშინ როცა შენ ტიტინებდი, ყველაფერი გაინტერესებდა და გიყვარდი. დაგტოვე თორემ კიდევ რომ ვეპოვნე, ცოცხალი ვერ გადარჩებოდი, მოკლავდნენ დედი. შენი სახელი და იმედია ეს სახელი და გვარი გაქვს ახლად. არ მინდა შენი ცხოვრების არევა, ახლა დავბრუნდი საქართველოში, დავიფიცე რომ ფეხზე დავდგებოდი და დაგიბრუნდებოდი დედი. ამ ჯოჯოხეთში ვიცხოვრე და გეფიცები, თუ ვტყუოდე, მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს, თუ რომელიმე საათში შენზე არ მეფიქროს, არ მედარდოს. გაშვილებული დამხვდი, მხოლოდ ეს მითხრეს და მეტი არაფერი. დედის წყევლა ხო ყველაზე მწარეა და აუხდა ბაბუაშენს, თუ სადმე მტანჯველი სიკვდილით დაღუპულა, ვინმე ერთადერთი მათთაგანია. მკვდარი დამხვდა ეგ ძაღლი. მე კი მომინელა და დამწვა ცოცხლად. შვილის ბედნიერი წლები წამართვა და დამტოვა ცოცხალ მკვდრად. დედი, თუ ამას წაიკითხავ და შენი სახელი გეცნო, გეხვეწები გამომიჩნდი, ერთხელ დამენახე და თუ რამე მაქვს სიცოცხლის ჩათვლით, ყველაფერი წაიღე, მახსოვს შენი სული, ყველაფერს ფიცავარ, მახსოვს შენი ყველა ნაკვთი. არ მინდოდა რომ სხვას გაეზარდე, მაგრამ მომიკლავდნენ შენს თავს და შვილის სიკვდილს მანახებდნენ, ცოცხლად არ დაგტოვებდნენ. თუ ვინმემ იცით რამე კანონიერი და არაკანონიერი, როგორ მივაგნო ჩემ შვილს? დამიწერეთ გთხოვთ.
ანუ ეს ისტორია იმით კი არ იყო ჩვენთვის განსაკუთრებული ბიოლოგიური დედა ეძებდა შულს. იმით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახსენები დედა დაგვიკავშირდა და გითხრა რომ ჩვენ გვყავს, მე მყავსო ნაშველებიო. რასლაბ ვინც გაზარდა, ვინც გაზარდა, სახელი არ შემიცვლიაო, ისევ ის სახელი ქვიაო. და ანუ ეს იყო არ ვიცი, რაცა იმაშიალებს, იმდენად მოულოდნელი ამყვანი მშობლის მხრიდან ეს ნაბიჯი იყო იმდენად მოულოდნელი, რომ მართლა ძალიან ცუდად ვიყავით ყველა. დავაკავშირეთ დედები ერთმანეთს, მაგრამ შვილს არ უნდა ურთიერთო. რას ლაპარაკო? ვერაპატია? რატო დამტოვე უხსნის ადამიანი რომ მოკლას გადაარჩი? ხო, მაგრამ პატარა იყო ეს გოგო, თვითონ პატარა ასაკით და ცოტა უჭირს ამ ყველაფრის გაგება რა. ეხლა რამდენი წლის არის? 98-იანია. არც ისეთი პატარა, ეხლა რომ მაგას რას ლაპარაკო? და არ შეხვედრია? არ უნდა კონტაქტი. ხშირია ასეთი ისტორიები, ასეთი დასასრულით, რომ ბავშვს არ უნდა ვთქვათ ან ხშირ შემთხვევაში ამყვანი მშობლები არ ეუბნებიან შვილებს, რომ აყვანილები არიან და ეგოისტურად ხო, არიან ჩვენ ჯგუფში და ხედავენ ბიოლოგიური დედების პოსტებს და არ ეუბნებიან შვილებს. ეს იყო მართლა გამონაკლისი პირველი შემთხვევა იყო ესეთი, როდესაც თვითონ დაგვეხმარა, ხო. ძალიან ემოციური იყო, ძალიან. და ნუ ეხლა ჩემთვის კიდე უფრო ასმაგად ემოციური იყო, იმიტომ რომ ბიოლოგიური დედა რო აქეთ ეძებდა შულს, საერთოდ მომცელა მაგამ. შენ ერთხელ აღნიშნე, რომ ისტორიების უმეტესობა უარყოფითაც სრულდებაო, რომ წლების მერე ნაპოვნი დედები ხშირად ამბობენ უარს. ხო, იმ შემთხვევაში თუ თვითონ გაშულებული ყავთ საკუთარი ინიციატივით ის აღარ იღებს მე უჭირს, იმიტომ რომ პასუხი არის ერთი, რომ მე მყავს ქმარი, მე მყავს შვილები, მე მყავს ოჯახი და ნუ დამინგრე ოჯახს. შენი გამოჩენით. ხო, შენი გამოჩენით, ნუ დამინგრე ოჯახს. გეგონება ჩვენი ბრალია ის რომ გავჩდით და გეგონება ჩვენ დავაშავეთ რაღაცნაირად ისე არის რა ეს ბიოლოგიური დედები, ასე ვთქვათ, მათი დამოკიდებულება ყველას ერთნაირია რა ჩვენს მიმართ, რომ კაცო მე შენ გაგაჩინე, გაგაშულე, მიხედე შენ თავს რა მეცხოვრებას ნუ მინგრევ, ანუ ჩვენ არ დაგვინგრევია არავის ცხოვრება რა. ანუ მათი ნაბიჯიდან გამომდინარე, ჯერ დაურსულების და შემდგომ გაშულების ნაბიჯიდან გამომდინარე, აღმოვჩნდით ჩვენ იქ, სადაც აღმოვჩნდით და ეს ჩვენი ბრალი არ არის. არავინ არავის ოჯახში არ უვარდება და არავინ არავის არ თხოვს რომ მიმიღე და ჩამეხუტე და აბა დედობა გამიცია. აქ უბრალოდ ელემენტარულად იმაზეა საუბარი, რომ შეხვდი შენ შულს, ყველას აინტერესებს საკუთარი ისტორიის საწყისი და უნდა იცოდეს. და ხომ ყველაზე მთავარი ამ დედების, ვინც შვილები გაშულა, უმეტესობა არ ამბობს ვინ არის მამა. და მეორე სერია ამითი იწყება, რომ არ ამბობენ მამები ვინ არიან, ანუ ვისგან დაურსულდნენ არ ამბობენ. მე რო ვიპოვი დედას, დედამ ხომ უნდა მითხრას რა გვარი ვარ. იმას კი არ გთხოვ რომ მითხარ სახელი, გვარი, საცხოვრები, გვარი მითხარი. და იგონებენ რომ მოკვდა, ყველა მოკვდა, ყველა მამა მკვდარია რო გითხო. შესაძლებელია გაუგო დედას რომელსაც იმ ცხოვრების დანგრევის ეშინია, რომ წლების განმავლობაში რო შექმნა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ გაუგო ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერი ადამიანის საქციელს. იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი აგიხსნის ადამიანურად. ჯგუფში გვეწერა ეს იყო, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გახმაურებული ამბავი, იმ გოგოს თვითონაც კი ეცინებოდა მაგამავზე, მაგრამ გოგო მიპოვა ბიოლოგიური დედა, რომელმაც დაბლოკა, რომ ურეკავდეს არ პასუხობდა და სახლში მიადგა. ამქამა რომ გააღო კარი, დედა მე ვარო და მოუკეტა იმან ქმარი ყავდა სახლში და ამ ხელი ჩაუგდო კაში და დაკბინა, შვილი დაკბინა დედამ. ანუ გამწარებულმა რომ არ გაიგო შემო. ხო შეეძლო იმ ადამიანს რომ აიღო ტელეფონი, ეთქვა რომ მოდი მე და შენ სადღაც პარკში შევხვდეთ. გავისაუბროთ, მე მოგიყვები ყველაფერს, ამით დავთორდება ჩვენ შორის ყველაფერი. არა, აგრესიულები არიან შვილების მიმართ. ეს აქვთ თავდაცვის ინსტინქტი აქვს ჩართული, რომ არა, როცა ტოვებ ალბათ უკვე ეგეთი იქვე დამთავრებულია მათ შორის ყველაფერი. ახლა ჩემ და ბიოლოგიურ მშობელს შორისაც აგრეთვე იქვე დამთავრდა ყველაფერი. ხო, ემოციური ბრმა როცა საერთოდ იქვე ასრულებენ მათთან ურთიერთობას. არანაირი გრძნობა და განცდა არ აქვთ. 8 წლის განმავლობაში ეძებდი ბიოლოგიურ მშობლებს, ხო? მათი პოვნა ცხოვრების მიზანიც გახდა თითქოს შენ.
აი მას შემდეგ რაც იპოვე. მიზნის გარეშე დარჩენა იყო ეს თუ ხო, აი რომ იპოვე, მე აი ჩემი ხვარი მეკითხებოდა, აი ახლა რა ვქნათ, რა ვშვები? სიცარიელე. აი რა ვშვები? იცი რა არის, კი მინდოდა რომ ესებრა დათავრებული იყო, მაგრამ ეს 8 წელი იყო იმდენი თავგადასავლებით ახსავსე. იმდენი უცხო ადამიანი გავიცანით. ისეთი კარგი დრო ვატარეთ. იმიტომ რომ აი ვიღაც გამოჩნდებოდა რომ აი შეიძლება ის იყოს და შენი წავედით სანდრო მივდიოდით ხან სამტრედიაში ხან საჩხერეში ხან სამეგრელოში ანუ სულ ცხოვრება შეიცვალა ხო აი სულ ექშენი იყო სულ დრაივი იყო და სულ რაღაცა აი მუდმივად ეს თავგადასავლები იყო და მე უკვე რო იპოვე და დავჯექი ანუ 100 მაგათ ეხა სხვებზე გადავერთე შენ როგორ იპოვე შენი მშობლები შეგიძლია მომიყვე აი ემოცია მინდა რომ გადმომცე. აი ემოციას ვერ გადმოვცემ. იმიტომ რომ აი რომ მეგონა რომ აი ამიფეთ ხდებოდა ეს ემოციები არაფერი. თან ზუსტად ისე დასრულდა როგორც ველოდებოდი. და ის რეაქცია ქონდა რა რეაქციაც ვიცოდი რომ ექნებოდა და ამიტომ რაღაცნაირად აი ეს აფეთქებები მომიყევი რა. რეალურად ამ ბიოლოგიური გამჩენი დედის პოვნა მოხდა ისე უცებ. ესე იგი Facebook-ზე 2017 წელს მქონდა ერთხელს მოწერილი. ანუ მე რო დავიწყე სევნები და გაკითხვები, ერთხელს მქონდა მოწერილი, რომ ჩემი მეზობელიო, არისო ესე და ეს ადამიანიო, რომელსაც ბავშვი ყავს გაშურებულიო და იქნებ შენ ხარო. და მაშინ იმდენი მესიჯი შემომდიოდა, რომ არ მივაქციო. ურასხება, ანუ რეალურად ეს მთელი ამდენი წელი თვალწინ მედო ეს ისტორია. მაგრამ ამ ქალთან ესე კომუნიკაციას ვაგრძელებდი რა, სტორებზე გულებს მიწერდა რაღაც მილოცავდა ახალწელს. აი ერთი კვირის განმავლობაში აი შაშან საფხულს ივლისში სანდროს ეუბნებოდი რომ აი წინ მიდევს ბოქლომი რომლის გასაღებით სადღაც არის და ვერ უპოულობთქო და შანსი არა ანუ ეხლა ვიპოვითქო რა ანუ ზუსტად ვიცი ანუ ღამე გამოვდიოდი ვიხვიძებზე ვიჯექი და ჭერს უყურებდი და ვეუბნებოდი რომ რაღაცა მეპარება თქო და რატომ მოხდა ისე არ ვიცი მაგრამ ამ ქალის მიმოწერას ავყევი 2017 წლამდე ამ გადახედე ხო აი არ ავყევი მეზობლის იმოწერას და რო წავიკითხე სახელი და გვარი დაურეკე ჩემ ადმინს რომელიც ანუ ჩვენ ხო ყველა რეგიონში თავისი ადმინი გვყავს მაიას დაურეკე სამეგრელოს ადმინს და უთხრე რომ მაია ეს არის დედა ჩემი და უნდა მომაძებნირო თქო ხო და რატო ეს არის მე კიდე ჩემი თქო მე მაიამ დაურეკა ჟანას რომ მგონი გაგიჟდა თამუნაო მაგრამ თავს იკლავს რომ ეს არის დედამისი და ეხმარიო და ნუ იქ ატყდა მთელი ამბავი რომ აი ეხა სხვებზე გვეხმარები და მით უმეტეს ეხა ჩემზე რო უთხრე რომ დედა ჩემი მომაძებნიო თქო ნუ იქ ფეხზე დადგა მთელი წალენჯი ხანო სანამ ისინი გაარკვევდნენ მანამდე დავწერე სტატუსი ოღონდ ამ მეზობელს ქონდა მოწერილი ოფიციალური სახელი ანუ სამეგრელოში როგორ არის იცით შეიძლება ერქვეს ნინო მაგრამ პასპორტში ეწეროს გულნარა და პასპორტში ჯერ საიდან მოიტანა ის პასპორტის სახელი და რატო არ მითხრა ის სახელისაც რითიც ყველა იცნობს არ ვიცი მაგრამ ეთქობა რაღაცან თავი დაიწვან არ ვიცი და დავწერე ჯგუფში სტატუსი რომ ვეძებ ამ ადამიანს რომელმაც 84 წლის სავარაუდო სექტემბერში გააჩინა გოგო თქო და წერ ჩემი ბიძაშვილი დედის მხრიდან რომ თამუნაო გეხოცები სტატუსიო წაშალეო მე ვიციო შენო ვისაც ეძებო ეს მამიდა ჩემი დამირეკეო დაურეკე რომ მეთქი რა ხდება მეთქი და ესეო ერთხელო ანუ ავსტრიაში ვართო ჩვენო და ერთხელო გავყევიო ექიმთანო სიმსივნე ქონდა ჩემ გამჩენს და ერთხელ ექიმთან გავყევიო საერთოდ არავინათი სამარიცოდა ეს არავინათი და ექიმაო კითხაო რომ შენო ბავშვო გაჩენილი ყავსო ანუ თარჯიმნის როლს ასრულებდა ჩემი ბიძაშვილი და ისევ გადმომხედავ და მე უთხარი რომ არ არის ახლა სიმართლის დამალვის დრო თქვი რაც დიაგნოზისთვის ჭირდებოდა და ნუ კიო გაშურებული მყავს ბავშვია გაჩენილი მყავს ბავშვი, გაჩენილი მყავს ბავშვი, მაგრამ წელი უთხრა არასწორი. ანუ თავადაც არ ახსოვდა რომ მოწელს ხავდა ბავშვი გაშურებული, იმიტომ რომ ხა ავსტრიაში ექიმს 82-ს ეთქვით 84-ს რა მნიშვნელობა აქვს, ანუ არ ახსოვდა. და თამუნო ვინ არისო ბავშვი, შვილიო ვინ არის, ვინ ეძებს და მე ანუ მე ვარ მაგის შვილი თქო. გარეგნობა ავუღწერე ერთი-ერთში. მიუხედავად იმისა, რომ სადაც წარმოდგენა არ მქონდა როგორი იყო, ავუღწერე რომ ესეთი. ყურებდნენ გაუგნებულები.
მე ისე მოხდა რომ თხოვეს რომ გეხკვეწებიო ეხლა მორჩა მკურნალობასო და არ დაურეკო შენო არ მიწერო არაფერიო და მან ფიქრობ რომ ძალიან დავაშავე იმიტომ რომ პირდაპირ მასთან უნდა გავშწულიყავი კავშირს მაგრამ ნუ თხოვეს მის მანაცებმა რომ არ უთხრაო და მოდიო ჩვენ გავიკეთოთო გენეტიკური ანალიზიო და თუ დადებითი პასუხი მოვა მე გავაგებინოთ ანუ არ ინერვიულოს არ ინერვიულოსო ტყუილად მოკლედ გავიკეთე მის ძმისშვილთან გენეტიკური ანალიზი გავგზავნეთ ამერიკაში და რამდენიმე დღეში ამერიკა დეიდამ მითხრა რომ მეო არ ვიცოდიო ჩემი და ორსულად რო იყო იმიტომ რომ მეც მაგ დროს ვიყავით ანუ მე და ჩემი დეიდაშვილი ტოლები ვართ ერთი თუთარი ჩემზე პატარა მეო ცხოვრობდიო აფხაზეთშიო და მაშინ ახლა 94 წელს ხო ტელეფონი მიდეს იმის სულმოსლა არ იყო და არ ვიცოდი ანუ ყველასთან მალავდა ხო აბსოლუტურად მარტო დედა მიცოდა და რამდენიმე მეზობელმა აი იმ მეზობლებმა ცოტა ისე უცნაურად გაიგეს და რამდენიმე წლის წინო სიკვდილის წინო დედამ ანუ შემა ბებიამ დამიბარაო და ესე მითხრაო რომ ესეო ბავშვი ყავს გაშვილებული ესე მოხდაო მაგრამ ჩემმა და მარიცის დღემდე მე რო ვიცი ეს ამბავი მაგრამ მე მგონია რომ შენ ხარო და მოდი პირდაპირ დაურეკეო დავურეკე Facebook-ზე მყავდა ფოლოვერებში, ჩემ პოსტებს აზიარებდა. ანუ თვითონ, მაგრამ არ იცოდა რომ მე რო ვიყავი მისი შვილი. ეს იყო ყველაზე შოკის მომგვრელი ჩემთვის, რომ ჩემი პოსტები ქონდა გაზიარებული. კიდევ ჭკუიდან გადავედი. მაგრამ მაგვერძე რო იყო ცოტა ანუ შეიძლება იმიტომ რომ ანუ ფიქრობდა რომ შვილი ინტერესი იყო, მაგრამ ჩემ რახან ესეთ ისტორიას ატარებდა, ხო? და როგორ გაგრძელდა? ცუდად მითხრა რომ ანუ შენო მე რატომ მირეკავო? შენაირ ცნობად ადამიანს შემთან რა საქმე უნდა კონდესო? და მეთქი ცნობადი რა შუაშია თქო, ანუ რაღაც პირადი საქმე მაქვს თქო და დაურეკე. ვიცი მეთქი რომ თქო 94 წელს მეთქი იმშობიარეთ თქო, მეორე სამშობიაროში თქო, თბილისში თქო და მეც მაგ სამშობიაროში ვარ თქო დაბადებული თქო. დაახლოებით იმ პერიოდში რასაც თქვენ იმშობიარეთ თქო და რამე ხომ არ გაგიგიათ ყური ხომ არ გაქვთ რამეზე მოკრული თქო. ის არ მithქვამთ რომ სად იმშობიარე. ანუ რა იმშობიარე რას ლაპარაკობ. შენო ვინ მოგცემის უფლება რომ ჩემ პირად ისტორიას ესე ქეკავო რა, ანუ საიდან გაქეს მონაცემებიო და ნუ ბოლომდე მაინც მივაცეკი ამ ამბავს რომ ვიცი მეთქი რა. და ნუ მე უკვე სხვა გზა რო არ დარჩა, მე მითხრა რომ მომეშალაო მუცელიო. 6 თვის ორსული ვიყავი, როდესაც მუცელი მომეშალაო, ანუ მე-7 თვეში გადავდიოდი, მე-7 თვეში მუცელი როგორ შეიძლება რომ მოგეშალოთ, ანუ სხვა წარმოუდგენელია. მაგრამ ჩემთან ერთად იმშობიარაო კიდე ერთმა გამო რომელსაც შვილიო მოპარესო სამშობიაროშიო და ის ხომ არ არისო. ნუ მეთქი არ ისრები გადაიტანა. ხო, რა თქმა უნდა. და მე ვკითხე რომ მამა მეთქი ბავშვთან არ ასე სულელიო ბავშვის მამასთან დაკავშირებით და მე არაფერსო არ ვიტყვიო და მეთქი გენეტიკურ ანალიზზე თუ ხარ თანახმადქო. კიო თუ ჩამოხვალო აქო აქ თუ გავიკეთებთო გენეტიკურ ანალიზს, არ არის პრობლემა თანახმავარო. არ ვიცი რატო ეგონა რომ ავსტრიაში ვერ ჩავიდოდი და მაგის იმედი. თვარეზე ჩავიდოდი ახლა და ავსტრიაში რატო ვერ ჩავიდოდი. კი მეთქი და აი ამ დამთავრდა ჩვენი ამბავი. და რომ მოვჭი მასთან საუბარს რამდენიმე დღეში დავურეკა მთელმა სოფელმა. და უთხრა რომ აი გეძებენო და ნუ აი მან უკვე მომწერა და ქმარი და შვილი უკვე ყავდა ხო სხვა? არც ქმარი ყავს და არც შვილი. მაშინ რატო სხვა შვილი არ ყავ? და არც ქმარი. კიდე უფრო მიუღებელი და გაუგებარია. აი რა არის უარის მიზეზი, არაღიარების მიზეზი, რა არის, რა შეიძლება იყოს? პასუხი ვერ მივიღე ამ კითხვაზე. ანუ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. ანუ იცი რა, თან ისე დიდადაც არ მინდოდა რომ ის გამოსულიყო, რომ რაღაცა ვეხვეწებოდი მე და რაღაცა გეტენები და ან შენ ჩემზე უარს ამბობ, ანუ რაღაცა ის არ მინდოდა რომ გამოსულიყო, მაგრამ თავიდანვე იმდენად რაღაცანაირ პოზიციაში ჩადგა იმდენად აგრესიული იყო ჩემს მიმართ, როდესაც უკვე დადებითი პასუხი მოვიდა და რომ დაურეკეთ, ისე გამლანძღა და ისეთი რაღაცები მითხრა, რომ ანუ აი არ ვიცი, აი ეს იყო მართლა წარმოუდგენელი. აი ყველაფერს ველოდებოდი, ანუ ისეთი რაღაცები მითხრა, ბავშვზე მითხრა ვიდეოს ვაჩვენებდი, რომ ეს არის მეთქი შვილი, შენი მე-13, მე-4, მე-100. კაციო, ანუ მე არაფერს საერთოდ არ მინდა მაგ ბავშვთანო. ანუ ორჯერ თქვა უარი შვილზე. სამჯერ. პირველად სამშობიაროში, მეორედ უკვე როცა პასუხი მოვიდი და მე-13 უკვე როცა ჩავედი ავსტრიაში ჩავაკეთე. თამუნა, მაინც აი რა შეგრძნება, როცა ესაუბრები უცხო ქალს და იცი რომ დედა შენია.
ხო, ეს იყო ძალიან მძიმე შეგრძნება იყო უკვე როცა ჩავედით ავსტრიაში. ავსტრიაში ჩავედით, იქ ცხოვრობს დღემდე. ავსტრიაში ჩამიყვანა ვორნერ ბრადერსმა. ისინი დოკუმენტურ ფილმს მეორე სერიას უკვე იღებდნენ. ჩემზე როგორც კი გაიგეს რომ ჯერ მამას შევხვდი ჩამოფრინდნენ პირდაპირ ზუგდიდში და მამასთან ინტერვიუ ჩაწერეს და ძალიან ისეთი ანუ იქ ძალიან დადებითი და მშვიდი აურა იყო და ნუ აი მთელი სამეზობლო მთელი სანათესავი იქ იყო მოსულ. ავსტრიაშიც იმათმა წამიყვანეს. ოღონდ ნათესავებმა დედის მხრიდან იცოდნენ რომ გადამყრებმა ჯგუფმა წაგვიყვანა. ვორნერ ბრადერსი როგორ იღებს იცი აი მეზობელმა კადრში რომ გაიარა, იმასაც კი ხელი მოაწერინეს რომ თანახმა არის რომ კადრში გამოჩნდეს. უნებართოთ არაფერს. არა. და ნათქვამი მქონდა ამათვის რომ მეთქი ანუ ამათ მომყავარ, მაგრამ თუ მას სურვილი არ აქვს და ვიცი რომ არ აქვს, არავინ არ შემოვარდება და ესეთ ჩაწერას არ დაიწყებს. თავიდან აგრესია იყო იმას დაკავშირებით, რომ შენ რატო ჩამოიყვანე კამერებიდან ჯგუფი. ხო და ვუხსნი რომ ანუ ქალბატონო თქვენი გადაღების ინტერესი არავის არ თუ არ გინდათ კი არა და ვიცი რომ არავინ არ გიღებ. მე უკვე შემდგომი ის აგრესია წამოვიდა იმას დაკავშირებით, რომ დავიწყე საუბარი ბებიაზე, რომელიც მისთვის იყო კულტი. ანუ დედამისზე შეხვედრის დროს დაუწყე საუბარი დედამისზე. დედამისზე, რომელიც მთავარი ინიციატორი იყო ჩემი გაშვილების. მთავარი ინიციატორი. ეხლა ჩემი ნათესავები, რომლებმაც მე ამიყვანეს, ამბობენ, რომ მათ თანხა გადაიხადეს ბავშვის წამოყვანაში. მე ესე ხელს არავის არ ვადებ და არ ვამბობ, რომ ბავშვი გაყიდეს და ამით რაღაცა ხელი მოითბეს, მაგრამ თანხა გადახდილია ჩემში. ეს თანხა ეხა ექიმებმა აიღო თუ ბებიამ თუ ბაბუის ბიძაშვილმა არავინ არ იცის, მაგრამ ნუ თანხა გადახდილია. არც თუ ისე ცოტა. და როდესაც ეს კითხვა დაუსვი რომ მეთქი, ანუ თანხა იღეთ თქო. და ამას მოყვა ძალიან ისეთი აგრესია, რომ აი დედა ჩემი და დედა ჩემზე როგორ ამბობდა, დედა ჩემზე არ თქვა არაფერიო და ჩემზე თქვიო რაც გინდა, ხო დედა ჩემზე სუდი არაფერი არ თქვა. მე მითხრა რომ შენო თუ არ იტყვიო რომ შენ ხარ სამშობლოდან მოპარული ბავშვიო, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდებაო და მეთქი ჩვენ შორის ყველაფერი 40 წლის წინ დამთავრდა 94 სექტემბერში თქო და მე ვერ ვიტყვი რომ მოპარული ბავშვი ვარ თქო, იმიტომ რომ მე რო გამოვიდე და რომ მოუყვე რომ აი იცით რა მე სამშობლოს ექიმმა მომიპარა, ეს ისტორია აუცილებლად გავრცელდება და აუცილებლად გაიგებს ხალხი რომ მე არ მოპარული ბავშვი და მე უკვე იმ დედებს არ დაუჯერებენ, რომლებსაც მართლა მოპარეს შვილი და ხა მე ჩემი ისტორიის გამო ამდენ ადამიანს ვერ აუ შენი თავის გამო და ამ ვიღაცა უცხო ქალების გამო გინდაო რომ მე გამწირო და მეთქი ანუ ქალბატონო თქვენ არავინ არ გწირავთ, უბრალოდ მე ვერ ვიტყვი ამ ხელატყუილს. მე აქ მოვედი, იმიტომ რომ თქვენ დამეხმაროთ და რაღაცა მომაფიქრებინოთ, რომ სწორად მივაწოდო ხალხს ინფორმაცია, რომ რაღაცა ისე არ გამოვიდეს, რომ რაღაცა თქვენზე ან ვიღაცამ სუდი თქვას, ანუ არაფრის გაგონება არ უნდა და საერთოდ. არაფრის. გვიანიაო ხაო რა, რომელიცაცია ეძინება ვაკო ხალხს. წადიო რა. თამუნა მიუხედავად აი ესეთი აგრესიისა მისი მხრიდან და ესეთი გასაიდუმლოების ცდელობის ხო ამ ამბის სადღაც დეტალებში სინანული ხომ არ შეამჩნია? არა. ანუ ოთახში რო შევედი, აი დაახლოებით ესეთ დისტანციაზე ვიჯექით, არც ამდგარა საერთოდ სკამი დაჯექიო ესე მითხრა. ანუ არც ამდგარა, არც მომისალმა. აი ეს კითხვები რაც მქონდა ვერაფერ ვერ დავსვი, აი რაღაცა 2-3 კითხვა დავსვი, ისიც აი ესეც რაღაცა ჩურჩულით ლაპარაკობდი რა, იმიტომ რომ ხედავდი, აი როგორ იჯდა ისე აი ესე ქუდი ქონდა და თამოფარებული ესე, როლინგი ქონდა ესე და აი ესე იჯდა რა. აი თავდაცვის პოზიციაშიც იყო, თან თვალებშიც ვერ ვიყურებდა და თან აგრესიაც ქონდა, ანუ ეს აგრესია ჩემს მიმართ კი არ იყო მართული, ეს აგრესია იყო საკუთარი რაღაც დანაშაულის დასაფარად რა. აი ანუ არ აღიარებს და ამიტომ თავის შეცდომას არ აღიარებს და მამაოსთანაც ახსარებაშიც კი არ მithქვამს შენთან დაკავშირებით. მთლიანად ამოშალა მისმა ფსიქიკამ შენი არსებობა. და უცებ აი ვეცხადები და აი ეს სახელი და ეს იმიჯი რომელიც ქონდა შექმნილი, ხალხი იცნობდა როგორც ერთ-ერთ ყველაზე მორწმუნე ადამიანს, მრევლს, რომელიც
24 საათი იყო ეკლესიაში, რომელიც ლოცულობდა, მარხულობდა, ეხა იქაც აი სულ Facebook-ზე ხატების გარდა არანაირი ფოტო არ ქონია და ოთახში სულ ხატე, აი ძალიან ისეთი ადამიანით იცნობდა ყველა რა. ის რომ შენ დღეს მორწმუნე ხარ, რა შუაშია იმასთან რომ 40 წლის წინ ბავშვი გააშვილი. ანუ ხო შეიძლება რომ 40 წლის წინ ბავშვი გააშვილი და იმის მერე გახდი მორწმუნე და იმის მერე გახდი ეკლესიური, ანუ და პირიქით ინანიებ და პირიქით. ანუ რატო ეწინააღმდეგება ეს ორი ერთმანეთს ვერ ხვდები, ანუ კი გაშავდინე ესეთი ნაბიჯი გადავდგი და დღეს ვნანობ და დღეს მაგით მივედი ეკლესიაში რომ ვნანობ და განვიცდი და ვინანიებ და აი ამ ორის პირიქით ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან უცნაურია თან როცა შვილი არ ყავს. მამაზე რას მეტყვი? მამა იყო სრულ შოკში, რომ გაიგო ჩემ შესახებ, იმიტომ რომ მან არ იცოდა საერთოდ. არ იცოდა რომ ორსულად იყო და ეს ინფორმაცია დამიდასტურა ორივე მხარემ. ჯერ, ანუ ნახეთ რა მოხდა, სრულიად ეს არ იყო რომანი. მათ არ ქონდათ რომანი, ეს არ იყო რაღაც love story, ეს მოხდა უბრალოდ შემთხვევით გადაიკვეთნენ ერთმანეთს, ეს ორივემ მომიყვა ცალ-ცალკე და რადგან ორივემ მოყვა, მაგიტომ დავწმუნდი რომ მართლა სიმართლეა. ანუ დედამაც დაადასტურა და თქვა რომ მე არ მიყვარდა, არც გზნობა არ მქონია, უბრალოდ ნუ ისე მოხდა რომ შევხვდით ერთმანეთს და შემთხვევით მოხდა ჩვენ შორის ეს ურთიერთობაო. და მაგიტომაც არ მithქვამს რომ მისთვის რომ ორსულად ვიყავი, იმიტომ რომ 5 თვის მერე გავიგეო და თან გვიანი იყო და თან ცოლი ყავდა და შვილებიო. თან ხა არც ისე პატარა იყო 22 წლის ასაკში მოხდა ეს ყველაფერი. ასე რომ თავიდან ვითომ კომენტარებში კი იყო ისრები მამისკენ რომ აი მამის ბრალია და შეაცენა და დააორსულა და თვითონ მითხრა ამ ადამიანმა რომ მე არავის არ შეუცდენი ვარ. ესო მოხდა ომხევის შეთანხმების საფუძველზე შემთხვევით მოხდა ეს ამბავიო. და ნუ მამამ თავისებად არ იცოდა ეს ამბავი, იმიტომ რომ არც ისეთი ურთიერთობა არ გქონიათ, რომ ცოდნოდა ამ ადამიანის შესახებ თქვა საცხოვრობდა, ან რა საქმიანობდა. არა, სხვადასხვა იმაში ცხოვრობდნენ. და უცებ რომ დაურეკეს და უთხრეს, ჩემო ძმამ ჩამიშვა და გავამძღე. ანუ თავიდან ჯერ ძმას დაურეკეთ და უთხარით რომ ესეთი ამბავიაო და დაურეკა და უთხრა რომ მაიმუნო და Facebook-ზე მომწერა. ძმამ ანუ მისმა შვილმა, ხო? ხო, Facebook-ზე მომწერა თვითონ. ანუ ეს კიდე ცალკე ფენომენია, რომ მეგობრებში მყავდა მამა. ანუ Facebook-ზე მამა მყავდა მეგობრებში და არ ვიცოდი რომ იყო მამა. არც იმან არ იცოდი რომ ვიყავი შვილი, ხო. მაგრამ მამის ვინაობა სანამ მამას გავტესტავდით, ვათქმევინეთ დედას. თავიდან არ ამბობდა და სხვა სახელები და გვარები მითხრა. და ნუ მე თქვა რომ ეს არის მამაო და Facebook-ზე რო ჩავწერე სახელი გვარი მეგობრებში ვამოვიდე მეთქი რა ხდება. და მომწერა რომ რაღაცები გავიგეო და არაფერს არ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ანუ ის უფრო ადამიანურად. ნუ აი ისიც ძალიან შოკში იყო რა ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხა მისი შვილებისთვის ანუ ჩემი დაძმისთვის, რომელთანაც მაქვს ეხა ფანტასტიკური ურთიერთობა არ იყო ეხა ესეთი მარტივი, კი მარტივად მიმიღეს და პირიქით ანუ ეხა 24 საათიანი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ არის ეხა ესეთი მარტივი იმ დის მიღება, რომელიც გაჩენილია მაშინ, როდესაც მამაშა ზედაშენი ყავდა ცოლად. ანუ ჩავედით ზუგდიდში, ოღონდ ნათესავები ზოგი არ იყო საქართველოში, მხოლოდ რომ ჩვენ ჩამოვალ და მე წავიდეთ და 5 დღე დამაბეს და მაკავებდნენ რომ არ წავსულიყავი, ჩავედით ყველა ერთად. პირველ დღეს არ ყოფილა რაღაც ისეთი ემოციების გამოხატვა, იმიტომ რომ ვერ მოვახერხე რა, ყველა რომ ვიყავით ერთად ჩასულები, რაღაცნაირად ესე ვიჯექი და არ ვიცოდი რა უნდა მელაპარაკო უცხო კაცთან. არც იმან არ იცოდა რა უნდა ეთქვა, აი ძალიან უხერხული სიტუაცია იყო. და ნუ აი უკვე რომ დაიცალა სანათესაოსგან ეს მთელი სახლი და რო გათენდა დილა და რო ჩავედი პირველ სართულზე, აი იქ იყო ძალიან ემოციური. აი არ იცი როგორ დაიწყო საუბარი მამასთან. ამაზეც რა შეიძლება რომ იყოს, რომ მამაა და არ იცი რაზე უნდა ელაპარაკო რა. ძალიან რთული იყო. მამა თვითონ დაგეხმარა კომუნიკაციაში. იცი რა არის, იმდენად ჩემნაირი ტიპია, ანუ აი რომ ჩავედით გასაცნობად რომ ჩავედი, ჩემი დაძმა არ გავს არც ერთი მამას, ორივე დედას ხვანან.
და რომ ვუყურებდი და აი ხალები ზუსტად შემნაირად, ზუსტად აითითე, ზუსტად მანერას, აი რა ვიცი, აქამდე რატო ვერ მიხვდი რომ ის იყო მამა, არ ვიცი. ეხლა გააქვთ ხო? კი, ნუ ეხლა კი. კი, აბა. აი ხა მაინტერესებს მამის მიმართ რა ემოცია გიყვარს როგორც მშობელი მამა თუ პატივისცემას იმსახურებს? რა თქმა უნდა, პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ იცი რა არის ხა როგორც მშობელ მამას ესე ჯერ ვერ აღვიქვამ. ანუ ვიცი რომ მამაა, მანაც იცის რომ შვილი ვარ, მაგრამ ესე ვერ აღვიქვამ. ამდენი წლის დისტანცია მაინც თავის ხალი დატოვა რა თქმა უნდა. მაგრამ მაქვს ძალიან ისეთი თბილი ურთიერთობა, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და ძალიან ისე ვზრუნავთ ორივე ერთმანეთზე. აი ვფიქრობ რომ დრო არის საჭირო იმისთვის რომ ეს რაღაცა ჩვენ შორის უხილავი ხიდი ამოივსოს. შენ თვითონ როგორი დედა ხარ ახლა ყველაფერ ამის მერე? მე თვითონ ისეთი დედა ვერ ვარ, როგორც დედა ჩემი იყო. დედა ჩემო ყველაფერი გადადო გვერდზე რომ მე და ჩემი ძმა გავეზარდეთ, მიგვეყო განათლება, ქონდა ყველაფერი რაც გვინდოდა, მაგრამ თან ამასთან ერთად დედა ჩემს ქონდა ხელშეწყობა მამა ჩემის მხრიდან, იმიტომ რომ მამა ჩემის და ეხმარებოდა დედა ჩემს შემგაზდაში, მამა ჩემის დედა ჩემის დედა, ბიცოლა ჩემი, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, ხვდებით, ანუ ჩვენ ახლა მე და სანდრო ფაქტობრივად მარტო ვართ. არ ყავს, ნუ ერთადერთი ერთო ყავს, რომელიც გვეხმარება და არ ყავს ისეთი, ხო, ისეთ დამხმარე, როგორიც ყავდა დედა ჩემს რა და აი ხან ერთი მივდივართ მიყავს სკოლაში, მეორეს ბაღიდან გამოყავს, აი იმ ხელა ყურადღებას ვერ უთმობთ. ბავშვებს რომ ამ ხელა ყურადღებასაც მე მithმობდნენ. შენმა შვილებმა იციან? კი, რა თქმა უნდა. შენ ისტორიის შესახებ და რას გეუბნებიან? ჩემი უფროსი შვილი ძალიან მეღადავება, იმიტომ რომ ჩემი უფროსი შვილი არის მეგრელი. და შემეგრელო სუეუბნებოდი და გაიგო რომ ეს მეგრელი. აი, ხა იღადავე მეგრელებზეო, იმიტომ რომ მეგრელების მიმართ მქონდა სხვანაირი დამოკიდებულება. მე მთელი ცხოვრება მამა ჩემი მეუბნებოდა რომ მეგრელს არ უნდა გავყოლოდი ცოლად, იმიტომ რომ მეგრელები არიან ცუდი კაცები. მაგრამ ამას იმიტომ მეუბნებოდა თურმე რომ ნათესავთან არ მქონოდა რა ურთიერთობა, მაგიტომ. და ამიტომაც ცოტა ისეთი განწყობა მქონდა მეგრელების მიმართ. სამეგრელოს ნამყოფი არ ვიყავი, საერთოდ. პირდაპირ მამასთან ჩახვედი. პირდაპირ. დაოცარი ისტორია. შენმა ცხოვრებამ რა გასწავლა? ჩემმა ცხოვრებამ მასწავლა ის, რომ არ უნდა დანებდი არასდროს. არასდროს და ყველაზე მთავარი რაც მასწავლა არის ის, რომ რაღაცა ცუდი რო ხდება, იმ სულს აუცილებლად კარგი მოყვება. აუცილებლად. ნუ მე არ მაქვს ახლა საუბარი ახლობელი ადამიანის გარდაცვალებაზე და რაღაცა უბედურ სენზე, მე მაქვს საუბარი აი რაღაც პატარ-პატარა სანერვიულო რო გვიჩნდება, ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ მოხდეს მერე კარგი. აუცილებლად. და მე მჯერა იმისი, რომ რასაც გავცემთ რა ენერგიასაც უკანასკნელად გვიბრუნდება, იმიტომ რომ ჩემ მშობლებს ჰქონდათ იმდენი სიკეთე და თესილი, რომ მათი გაღებული სიკეთის მიმდევარი ადამიანები ხდებოდნენ ესე დადებითად და ეხლა უკვე ვფიქრობ, რომ რამე კარგი თუ ხდება ჩემ ცხოვრებაში, ხდება იმიტომ რომ მე ჩემ დაუნებურად ვეხმარები ადამიანებს, რომ ბიოლოგიური ოჯახები მოძებნեն. ეს არ იყო ჩემ გეგმაში, მაგრამ ნუ ესე მოხდა. ანუ სიკეთე არ იკარგება და ბუმერანგის პრინციპით სიკეთე და ბოროტება არ იკარგება. აუცილებლად შეიძლება დღეს და ხოლმე არ მოგოციოს უკან, მაგრამ 40 წლის მერე აუცილებლად დაბრუნდება. საკუთარი თავის რწმენაზე და ძალაზე დგახარ თუ არის ადამიანი, ვის მიმართაც ესეთი ერთგულებით განწყობილი, იცი რომ ყოველთვის გვერდში გეყოლება ხელი გიჭირავს და მყარად გრძნობ თავს. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ვინ არის? ქმარი რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ჯერ არის სანდრო და მერეა ყველა დანარჩენი. მე სანდროს დავანახე რომ ჩემი იმედი უნდა კონდეს ყველაფერში და რასაც მოინდოდა საოცრად ყველაფერს გააკეთებს. გვარი შეცვლაზე გიფიქრე? არა. რატო? არა. ბევრი მეკითხება ამას, რა იხორავა ხოზახოლა და ხო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს იქნება ჩემი მშობლების ღალატი. ეს მართლა იქნება ჩემი მშობლების ღალატი. ძალიან კაი გოგო ხარ. მადლობა. არა მართლა რაღაცა მართალი და გულწრფელი და რაღაცნაირი სიყვარული ცავს. მადლობა. ერთი ინტერვიუ წავეკითხე შენი, სადაც ამბობ არასოდეს ნერვიულობ იმაზე, რისის შეცვლაც არ შეიძლება და რისის შეცვლაც შეიძლებაო. არაფერზე არ ნერვიულობ. რაზე ნერვიულობ მაშინ? არაფერზე. არაფერზე არ ნერვიულობ. არაფერზე არ ნერვიულობ. როდესაც ვიცი რომ რაღაცა მოხდა შემ ცხოვრებაში და შეიძლება რომ ეს დადებითისკენ შეიცვალოს.
არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი რომ მაინც ადებითისგან შეესობა და თუ ვიცი რომ გამოსავალი არის, მაშინ მაინც არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ არ არის გამოსავალი და რაზე უნდა ვინერვიულო? გიჟი ხო არა ვარ. ყველა არ ვნერვიულობ. როგორ ახერხებ ამ არ ვიცი. ანუ სტრესის მართვა შეგიძლია? რამე, როდესაც მაქვს სანერვიულო, მივდივარ და ვიძინებ. მე შემიძლია ნებისმიერ დროს დაძინებ. ეხლა აქ რო დავწო დავიძინებ. ანუ ეს ბავშვობიდან ესე მე შენთან ვიარო კურსებზე. ძილი ძალიან მიყვარს. აი ძალიან მიყვარს. რო არ გამაღვიძო, შეიძლება არ გავიღვიძო 2-3 დღე. აი ძალიან მიყვარს. და როდესაც მაქვს სანერვიულო, მივდივარ და ვიძინებ, იმიტომ რომ აი ამ ნერვიულობას რაღაცნაირად ძილში ვატარებ და რო ვიღვიძებ, უკვე ენერგიით ვარ სავსე და უკვე ვიცი გამოსავალი. ანუ ეს თავდაცვა მაინც იძინებს ორგანიზმი თიშავს აი ხაი ხო არ ვიცი. ალბათ ხო. ეს ბავშვობიდან ესე მაქვს. ძლიერი ადამიანი ხარ. არა, არ ვიცი ძლიერი ადამიანი ვარ თუ არა. არ ვიცი. ეს რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდა, ეს არ ვიცი სიძლიერის დამსახურებაა თუ ინტერესის. 8 წლიანი ბრძოლა სუსტ ადამიანს ვიღაცა დანებდებოდა და იჯერებდა. ეგეც არის ხო? ალბათ ვარ. ალბათ. ეხლა რა საქმეანო? ეხლა იგივე საქმიანობით ვარ დაკავებული, ისევ ვეხმარები ადამიანის ბიოლოგიური ოჯახების მოძებნაში. ეხლა მე არ ვიცი რატო ხდება ესე, მაგრამ რატომღაც გერმანია ყველაზე მეტად არის დაინტერესებული საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ფილმების გადაღებაში. ნუ პოლონეთმაც გადაიღო, ინგლისმაც, საფრანგეთმაც, მაგრამ აი გერმანია ალბათ მე-10 სერიას იღებს და რატო არ ვიცი. ეს უფრო 90-იან წლებში იყო აი ეს 80 ხო, ესეთი უკანონო. ყველაზე მეტი გაშულებული ბავშვი 80-90-იან წლებში. და იმ ადამიანებთან შემდგომში გაქვს ურთიერთობა, ვინც პოულობს თავის ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ყველას ისტორიას ეპირად ვიცი, მაგრამ ძირითადად ვინც პოულობს ხოლმე ისე ხშირად აღარ მეკონტაქტება. ნუ ცოტა არის აი რამდენიმე ადამიანი ვისთანაც ნუ ძალიან მეგობრობ დღემდე, აი ძალიან მეგობრობ, მაგრამ ანუ აი ამ შენმა საქმიანობამ ახალი მეგობრები შეგძინა, ხო? ამ საქმიანობამ შემძინა რაღაც გაშურებული ბავშვების სექტა. მართლა იქ სექტანტებს ეძახით რომ ჩვენთან რაღაც ფოტოებს რო ვიღებთ ერთად რო ვართ, აი ყველა გაშურებული. ანუ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ბავშვი იქნებოდა გაშვი. ანუ ეს არ ვიცი ეს რა არის. არ ვიცი. ძირითადად ურჩევ რო უთხრან, ხო, თავის? აუცილებლად. არც ერთი აყვანილი არ დაკარგავს დედას რა. ყველას მაგას უხსნით. ყველას გონია რომ იმ იმატოვებს ჩემი შვილი წავა იმასთან. არავინ არავისთან არ წავა. თუ სიყვარული გყავს შენი შვილი აღსრილი და თუ მართლა მასში სიყვარული ჩადე, ის არასდროს სამ სიყვარულს არ დაგიკარგავს და არავისთან არ გაიქცევა. კი, იმასთანაც ექნება ურთიერთობა, მაგრამ შენ იქნები მისთვის ცენტრი და შენ იგივე ამაკს აუცილებლად 100 მაგათ აგიბრუნებს, როდესაც ნახავს რა დედა არის, ვინც გაგზერდა სიყვარული და არა ის, ვინც გაგაჩნდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და შენი ცხოვრების მთავარი ამბავი, მაინც რა არის? ესე ერთი არ ვიცი. ბევრი ამბავი მაქვს მთავარი ალბათ. თუ გინდა ბევრი მთავარი ამბავი, როგორ ხედავ მთავარ ამბავს მითხრა? ნუ ალბათ მთავარი ამბავი ჩემი ცხოვრების ის არის, რომ ალბათ ოჯახია ჩემთვის მთავარი რა, რომელიც მე შევქმენი. მე რომელიც შევქმენი ის ოჯახი. ქმარი და შვილები, ეს არის ალბათ მთავარი. იმათ კი არ ჯერათ. ვერ დააჯერე. ვერა, მაგრამ ნუ ესეა. ხო და მერთმა ბედნიერი გამყოფოს ქმართან და შვილებთან. წარმატებას გისურვებ და ძალიან კარგ საქმეს ემსახურები და მინდა რომ ბევრი ესეთი სიკეთეების მკეთებელი ადამიანები გყავდეს შენს გარშემო. ძალიან დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს ვეთქვი რომ თამუნა მუსელიძე იყო ჩემი სტუმარი, საკმაოდ საინტერესო და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუთი. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.